რუსი ჯარისკაცის სამხედრო ნაწილიდან გაქცევის ფაქტი მოსკოვში არ გაკვირვებია. დიმა არტემიევის რუსული ჯარიდან გაქცევის ფაქტს რუსი არასამთავრობოები გამოეხმაურნენ. ჯარისკაცის დედების უფლებათა დამცველები ამ ფაქტს რუსულ არმიაში არსებულ მდგომარეობას უკავშირებენ. მოსკოვში გაკეთებული განცხადებების შესახებ უფრო კონკრეტულად თამარ ნუცუბიძე ისაუბრებს. თამარ, თუ ითვალისწინებენ რუსი არასამთავრობოების პოზიციას რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები? არასამთავრობოები დღეს აკეთებდნენ განცხადებებს ამ ფაქტთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ საერთოდ არ გაუკვირდათ, რომ ორიგმა ჯარისკაცმა დატოვა რუსეთის არმია. როგორც ისინი ამბობენ, რუს არასამთავრობოებს არაერთხელ საკმაოდ მაღალ დონეზე გაუკეთებიათ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის არმიაში სასაშინელი მდგომარეობაა, ხოლო რაც შეეხება იმ ნაწილებს, რომლებიც არიან დისლოცირებული დე-ფაქტო ოსეთის ტერიტორიაზე, რუსი არასამთავრობოები აცხადებენ, რომ ეს არის დარღვევა ყველა საერთაშორისო ნორმის და ისინი იმასაც ამბობენ, რომ მათ მზად აქვს მთელი პაკეტი დოკუმენტებისა, რომლებიც სურთ გადასცენ ამერიკის პრეზიდენტ ობამას, რომელიც მოსკოვში ჩამოვა, სადაც ისინი ანახებენ ამერიკის პრეზიდენტს თუ რა მდგომარეობაა დღეს რუსეთის არმიაში. ობამას ვიზიტისთვის ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტების პაკეტს. მან უნდა იცოდეს რუსეთის ჯარში რუსი ჯარისკაცების ტრაგედიების შესახებ. არმია ფაქტიურად გადაქცეულია საკონცენტრაციო ბანაკად, სადაც ტოტალური უსამართლობა ბატონობს. დიმიტრი არტემიევმაც ამიტომ მიატოვა რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორია და გადავიდა საქართველოს მხარეზე. მე არ ვფიქრობ, რომ იგი რუსეთის მტერია პირიქით. ის რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ რუსეთში არსებული პირობები მას საიქიოში გაისტუმრებს. ჩვენთან შემოდიოდა ბევრი საჩივარი ბიჭებისგან, რომელსაც დროზე არათავისუფლებდნენ სამხედრო სამსახურიდან. დიმიტრი არტემიევს არ ჰქონდა უფლება ემსახურა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ პირთა უცხოეთში ყოფნას, თუ იქ არ არის რუსეთის სამხედრო ბაზა. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზა არ არის და ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობაზე არ არსებობს. ამიტომ ეს ჯარისკაცები ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუს ექსპერტებს. ისინი როგორც წინა შემთხვევაზე გლუხოვის დროს ეხლაც აცხადებენ, რომ ამ სიტუაციას საქართველოს თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენებს და პოლიტოლოგი ალექსეი მიტროფანოვი იმასაც კი აცხადებს, რომ აი ესეთი სიტუაცია ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად რუსეთი და საქართველოს ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. უბრალოდ ჯარისკაცის პირობებში შეუძლიათ გარკვეული შეღავათების მიღება, მაგალითად მიიღო მტოლბლის სტატუსი, სხვა ქვეყნების პასპორტი და მე ვფიქრობ, ამით შეიძლება ისარგებლონ ქართველებმაც და რუსებმაც. წარმოიდგინეთ, რომელიმე ჯარისკაცი რომ გადასულიყო მონღოლების ან ჩინეთის მხარეზე, ამას აზრი არ ექნებოდა, იმიტომ რომ მას მაშინვე რუსეთი დააბრუნებდა. ამ შემთხვევაში კი დიდი პოლიტიკაა და ეს ასახავს რუსეთ-საქართველოს შორის ცივი ომის მდგომარეობას. არავინ ამბობს, რომ რუსეთის ჯარში ყველაფერი წესრიგშია, როგორც ფინანსურ, ასევე არაკანონიერი ურთიერთობების თვალსაზრისით. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური განხილვაა საჭირო. ეს უნდა განვიხილოთ არა პოლიტიკურ ჭრილში, არამედ პიროვნების პრობლემად. სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის სააგენტო ინტერფაქსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ძებნილის დიმიტრი არტემიევის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დეზერტირობის მუხლით, რომლის თანახმაც რუსეთის ტერიტორიაზე მას 10 წლამდე სასჯელი ემუქრება, თუმცა არანაირი ოფიციალური განცხადება არც თავდაცვის სამინისტროდან, არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან და არც სამხედრო პროკურატურისაგან ჯერ არ გაკეთებულა. მადლობ თამარ ნუცუბიძე მოსკოვიდან საუბრობდა. რუსული სამხედრო ნაწილიდან ჯარისკაცის გაქცევის ფაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენლის თქმით, მომხდარში გარკვევის მიზნით ოლქში სპეციალური კომისია შეიქმნა. სერჟანტ გლუხოვის შემდეგ საქართველოში თავშესაფარი უკვე მეორე რუსმა ჯარისკაცმა მოითხოვა. დიმა არტემიევი საჩხერის რაიონის სოფელ პერევში დისლოცირებული რუსული საჯარისო ნაწილიდან გამოიქცა. სამხედრო ნაწილიდან წამოსვლის მიზეზად კი ჯარისკაცი ხელმძღვანელებთან უთანხმოებას და გაუსაძლის პირობებს ასახელებს. სამხედრო დახმარებისთვის საქართველოში გაეროს ოფისს მიმართა, გაერომ არტემიევს საქართველოს სტოლთა და განსახლების სამინისტროსთან უშუამდგომლა. უწყებამ კი შესაბამისი პროცედურების დასრულებამდე არტემიევს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიანიჭა. ძალიან ცუდად მეკცეოდნენ, სერჟანტები მცემდნენ, რომ გამოვიქეცი სოფელში მოვდი, იქ ერთი მოხუცი კაცი შემხვდა და საჭმელიც მაჭამა. შემდეგ მოვიდნენ დევნილების საზოგადოებიდან და აქ ჩამომიყვანეს. დაგებული მქონდა, რომ აქ ვიღაც გამოიქცა ადრეც და საქართველოში ცხოვრობს. მეც აქ დარჩენა გადავწყვიტე. პერევის საგუშაგოდან გამოვიქეცი. აქ როგორ გიქცევიან? აქ კარგად მეკცევიან და მინდა რომ დავრჩე.
განცხადებები რუს ჯარისკაცზე გაეროს ტოლთა უმაღლეს კომისარიატსა და საქართველოს ტოლთა სამინისტროშიც გაკეთდა. თემას დავით ქაშიაშვილი განაგრძობს. დავით, გისმენთ. 1990 წლის 30 აგვისტოს დაბადებულმა დიმიტრი არტემიოვმა რუსული საოკუპაციო ჯარი და პერევის საგუშაგო მიატოვა. ჯარისკაცმა საგუშაგოს და რუსული არმიის მიტოვების მიზეზად დაასახელა არმიაში განვითარებული გაუსაზლისი პირობები და სერჟანტების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ასევე ჯარისკაცი როგორც ყვება და მის საუბრიდან როგორც ხდება ცნობილი, მას პერევის გვერდით ერთ-ერთ სოფელში შეხვდა ადგილობრივი მცხოვრები და მან დახმარება გაუწია. ოდნავ მოგვიანებით კი ამავე სოფელში გაეროს წარმომადგენლები ჩავიდნენ და მათ სთხოვა ჯარისკაცმა დახმარება, რათა ქართულ მხარეს მიეცა თავშესაფრის უფლება და ასევე თბილისში ცხოვრების უფლება. დღეს ჯარისკაცის ისტორიას გაეროს ტოლთა კომისარის წარმომადგენელი გამოეხმაურა საქართველოში. პიტერ ნიკოლაუსმა ქართულ მხარეს ოფიციალურად კატეგორიულად მოსთხოვა, რომ სანამ ჯარისკაცის ბედი არ გადაწყდება, ჯარისკაცს მიეცეს დროებით თავშესაფარის უფლება. ამის შესახებ, როგორც გითხარით, გაეროს წარმომადგენელმა პიტერ ნიკოლაუსმა გააკეთა და ოდნავ მოგვიანებით გაირკვა, რომ ტოლთა და განსახლების სამინისტრომ ჯარისკაცს ტოლის მაძიებლის სტატუსი უკვე მიანიჭა. საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციაზე საკუთარ თავზე აიღო პასუხისგებლობა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს და ვურჩევთ საქართველოს, რომ საქმე სასამართლოს გადასცეს. ეს არის საქართველოს გადასაწყვეტი, მაგრამ ვაკვირდებით დიდი ყურადღებით, რომ გადაწყვეტილება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. წინააღმდეგი ვიქნებით, თუ საქართველო დაარღვევს ამ კანონს და მოახდენს პიროვნების დეპორტაცია სასამართლოს გარეშე. ტოლთა სამინისტროს ევალება საფუძვლიანად შეისწავლოს თავშესაფრის მთხოვნელის საქმე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. ყოველი ადამიანის უფლებაა, რომ ეძებოს საკუთარი თავის დაცვის საშუალება. საქართველო 51 კონვენციის თანახმად ვალდებულია განიხილოს ამ ადამიანის ბრალდებები და შეისწავლოს შეესაბამება თუ არა იგი დევნილი სტატუსის მინიჭებას. რუსეთის არმიაში უკვე კონტრაქტის სამხედრო მოსამსახურეები არიან და მათი ერთ-ერთი აღზრდის ესეთი მეთოდი დამფუძნებული არის წვალებაზე, ესე იგი ჯარისკაცებს რაღაც სამუშაოებს ასრულებენ, რომლის შედეგადაც ხდება კონფლიქტები და არის თვითმკვლელობის უამრავი შემთხვევა არის ცემის სიკვდილით შემთხვევებიც არის ძალიან ხშირად. დიმიტრი არტემიოვი პირველი ჯარისკაცი არ არის, რომელმაც რუსული საოკუპაციო ჯარი მიატოვა. იგივე მიზეზით 27 იანვარს სერჟანტმა ალექსანდრე გლუხოვმა დატოვა ახალგორის რუსული საგუშაგო. გლუხოვიც ითხოვდა საქართველოდან თავშესაფარს და მოგვიანებით მას მისცეს თბილისში ცხოვრების უფლება და ტოლის მაძიებლის სტატუსი. შეეხება დიმიტრი არტემიოვს, ის ამბროვნელ ტოლთა და განსახლების სამინისტროში რჩება და გადის შესაბამის პროცედურას. ასევე გეტყვით, რომ არტემიოვი წარმოშობით არის ქალაქ ვლადიმირიდან და ის გახლავთ 19 წლის. ის პირველად არმიაში 17 წლისა გაიწვიეს.